ყველა ეძებს ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილვაშვილს გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურისა, როგორც ჩანს, მათ სწორედ ზუსტად იციან სად არიან ისინი, მაგრამ ძებნის მიზეზი არის ის, რომ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გაჩნდა მათი დაკავების მოლოდინი. ვერსია ბევრი მომისმენთ, ნინო, თქვენგან დავიწყებ, დაწყებული იმით, რომ შესაძლებელია იკვლევდნენ მათ კავშირს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დამთავრებული იმით, რომ რეალურად მათ ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა საერთო სალაროდან წაღებული ფულის მიტანა და ისინი გაჯიუტნენ და ფული არ მიიტანეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, საით მიდის ეს პროცესი? მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ ტელემაყურებელს. ძალიან საინტერესო პროცესებია და ერთი რაც ცხადზე ცხადია, მიგვანიშნებს რაოდენ დიდი რყევებია ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებაში, რაოდენ დიდი უნდობლობა გუნდის ძველი წევრების თუ ამჟამინდელი წევრების მიმართ და მეტიც შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანები, რომლებიც თავს ახლაც კი მიაკუთვნებდნენ ამ გუნდს და იდენტიფიცირებას საკუთარ თავს მაინც იქ აკეთებდნენ, შესაძლოა აღმოჩნდნენ ამ შემთხვევაში განსასჯელი სკამზე. ეს რყევები რეჟიმისთვის, ზოგადად რეჟიმებისთვის მახასიათებელია, ვიცით, უფრო ბოლო ჟამს და გარდა ამისა, ისიც უკვე არა, ასე ვთქვათ, ზოგადად სოფლიო პრაქტიკის მაგალითზე თუ ვიტყვით, ისიც გვინახავს, როგორ ჭამს საბოლოო ჯამში ყველა რეჟიმი საკუთარ შვილებს. ასე რომ ერთი რაც ცხადზე ცხადია ის, რომ ჩვენ, ვინც ვიბრძვით ამ ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის, მის თავისუფლებისთვის, კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვრჩებით, ხოლო ის რაც ივანიშვილის გუნდში რჩება საბოლოო ჯამში, ისევე როგორც ჩვენი ბრძოლა, ეს რყევებიც მისი გუნდის დასუსტებას საბოლოო ჯამში გამოიწვევს და მეტი შეიძლება ითქვას ჩამოშლას და ამავდროულად არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები, რომლებიც მაგალითად სოციალურ ქსელში გამოირჩეოდნენ მეხოტბეობით, თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ლილვაშვილის მიმართ თუ სხვათა და სხვათა მიმართ, ხო? როგორც კი მათ დაინახეს, რომ გარკვეული საფრთხის წინაშე დადგნენ ეს ადამიანები, დაახლოებით იგივე სურათია აი მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფის და ასეთი ბევრი გამოჩნდა სოციალურ ქსელში და მე ვერ ვიპოვე მაგალითად ამ ადამიანებისადმი ახლა მხარდაჭერის პოსტები მაშინ, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ადამიანების ჯიბიდან იკვებებოდნენ და ფინანსდებოდნენ ის კონკრეტული ადამიანები, მათ შორის არიან თქვენი, ასე ვთქვათ, თქვენს კოლეგებადაც მიიჩნევენ თავს, ხო, ჟურნალისტების ნაწილიც და ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ ალბათ, რომ რა დაინახა ახლა ქართულმა საზოგადოებამ და ყველაზე მეტად ვინც ამაზე უნდა იფიქროს, სწორედ ქართული ოცნების ამორჩეველია, ხო? ანუ ისინი, ვინც წარმოადგენდნენ ყველაზე მყარ დასაყრდენს ივანიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის, სწორედ მათთან ჩატარდა ახლა ჩხრეკა. კი ბატონო, მათი მხრიდან იქნა, ასე ვთქვათ, იდენტიფიცირებული, ეს არის უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს ქვეყნის დედაქალაქში. ანუ ერთ ადამიანების სწავლება მაგალითად თბილისში უმრავლესობა ეს არ ნიშნავს, რომ ამიტომ სწავლის ხარისხია დაბალი, რადგან თბილისში სწავლობენ. მიგრაციის საკითხზე ესო ეხებაო, რაც პრობლემური. სასწავლო საკითხს არ ეხება, მიგრაციის საკითხს შეიძლება ეხებოდეს. ანუ პირველ რიგში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს განათლების რეფორმა უბრალოდ ვერ არის, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ახლა აღნიშნეთ, რომ საერთოდ ლაპარაკი ამაზე. მიგრაცია, ბოდიში თქვენ სიტყვას ჩავეჭერი, ერთ უბრალოდ დავამატებ, მიგრაციის საკითხზე შეიძლება ცალკე გავცეთ ამას პასუხი და სტუდენტები არის 900 ყოველწლიურად, რომ წარმოიდგინოთ და ადამიანები ამ ქვეყნიდან გადიან, იმიტომ რომ სამწუხაროდ ღარიბი ქვეყანა ვართ და არა იმიტომ რომ უცხოეთში მიდიან სასწავლებლად და მე ამ ქვეყანაში ბრუნდებიან როგორც თავად ბატონო ირაკლი და ამ ქვეყნის ტრადიციებს ძალიან კარგი, ნინოს მოსაზრება მაინტერესებს, ანუ ფიქრობთ, რომ ეს საერთოდ არ არის პრობლემა და ამ შემთხვევაში რაღაცა ეს პრობლემა უბრალოდ შექმნა საჭიროების შესაბამისად მმართველმა პარტიამ. პრობლემა უამრავია განათლების სისტემაში, მაგრამ არც ერთ ამ შემთხვევაში შალოს დავეთანხმები, რომ იმ გამოწვევებზე ხელისუფლება და პირადად კობახიძე ნამდვილად არ საუბრობს, რა გამოწვევებით დგას და მათი გადაჭრის გზებზე, ხო? და შესაბამისად მიგრაცია ვერ იქნება განათლების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა და ამავდროულად ადამიანებს აქვთ არჩევანი, სად, როდის
და როგორ მიიღონ განათლება, ხომ? ეს გარკვეულწილად არის არჩევანის შეზღუდვაც, ხო? საქართველოში მსურს განათლების მიღება თელავის უნივერსიტეტში, თბილისში თუ ქუთაისში, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი, სად მინდა მივიღო განათლება. ან საერთოდ ქვეყნის მიღმა, ხომ? ამასაც, ამ გადაწყვეტილებასაც მე ვიღებ, მაგრამ ერთი მხრივ მეუბრებიან, რომ თბილისში არა, იმიტომ რომ ჭარბი კონცენტრაციაა და სადღაც უნდა მოვხვდე სხვა ქალაქში, მაგრამ ამავდროულად უფრო მძიმეს მეუბნებიან ის, რომ მე თუ გადავწყვიტე ევროპული უმაღლესი განათლების მიღება, მე ეს შეიძლება შემეზღუდოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დავამთავრო საჯარო სკოლა, სადაც მივიღებ 11 წლიან განათლებას, ხო? ანუ დღეს ვუსმენდი გზად კიდევ რაღაც განმარტებებს მიქანაძის მხრიდან და ითქვა ესეთი, მან თქვა ასეთი რამ, რომ რეალურად ისევ ხაზი გაესვა იმას, რომ აი საზღვარგარეთ შეიძლება იმ 12 კლასის გავლა და ეს რას ნიშნავს, რომ ანუ ოჯახს, უბრალოდ ბავშვს, რომელსაც უნდა დიახ ევროპაში განათლების მიღება, დამატებითი ხარჯი უნდა გაუჩნდეს იმისთვის, რომ 12 კლასი დაძლიოს სადღაც საზღვარგარეთ და ან მეორე ვარიანტი დარწმუნებული ვარ, ესეც იმუშავებს, რომ მაღალბიუჯეტური ქართული სკოლები ასევე ამ 12 წლიან განათლებას მისცემენ თავიანთ მოსწავლეებს. და ეხლა დავფიქრდეთ, ვინ შეძლებს საზღვარგარეთ იმ 12 კლასის გავლას, ან ამ მაღალბიუჯეტურ სკოლებში სწავლას, ხო? რა თქმა უნდა, ისევ იგივე ამ კლანს, კასტას თუ რას დავარქვეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ისევ იმ პრივილეგირებულთა წრე, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს და უნდა რომ დიახ ღარიბი, აი სადღაც თუ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში მცხოვრები ბავშვისთვის არ იყოს ის ხელმისაწვდომი, რაც ძალიან მარტივად არის ხელმისაწვდომი მისი შვილისთვის. რა თქმა უნდა, სოციალურ უთანასწორობასთან ერთად გვაქვს ვთქვათ, ხარისხიან განათლებაზე წვდომის არათანაბარი შესაძლებლობების შექმნის პირობა, ხო, ამ შემთხვევაში. რთულია, რა თქმა უნდა, ყველა იმ 7 მიზანზე თუ 7 მიმართულებაზე ისაუბრო, რაზეც ეფუძნება ეს განათლების რეფორმა, მაგრამ კიდევ ერთი იყო ეს აგულისხმო, რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, რომ კაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე. დღეს უმეტეს შემთხვევაში ყავს არასრულ განაკვეთზე დასაქმებულები და უნივერსიტეტში ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები. აი ამ მიზნის მიღწევა და ამ ყველაფრის დარეგულირება უკვე რეალობაში როგორ წარმოგიდგენიათ? შეუძლებელია ირაკლი კობახიძე ანის გუნდი, რომელმაც კონკრეტულად ეს პროექტი შეიმუშავა და სადაც მაგალითად კახა კალაძეც იყო, ამოვიკითხეთ, ადგენდეს რა არის შინაარსობრივად სწორი და რა უნდა ისწავლებოდეს ამა თუ იმ ფაკულტეტზე, ამა თუ იმ პროგრამაზე თუ ასე შემდეგ. მეცაც გეტყვით, სკოლის დონეზეც კი ამ ადამიანებს არ აქვთ იმ შემადგენლობას, კომპეტენცია განსაზღვრონ საგნობრივი კომპეტენციის ფარგლებში რა უნდა შეისწავლოს ბავშვმა, არა თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დონეზე. ამიტომ მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს არის სრულიად არაკომპეტენტური, არასერიოზული განაცხადი და შეურაცხმყოფელიც კი უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცისიც. მეცაც დღეს უამრავი პროფესორი ამბობდა ერთ რამეს, როდესაც მან კობახიძემ ხაზი გაუსვა ეგრეთ წოდებული ბირთვის არარსებობას, ეს იყო მათთვის შეურაცხმყოფელი, იმიტომ რომ ისინი თვლიან თავს და არიან კიდეც მაღალი დონის პროფესიონალები, რომელთაც აფასებენ პირველ ყოვლისა სტუდენტები. აქ არ არის საუბარი იმაზე, რა შეფასებას აძლევს პროფესორს ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მიქანაძე ან ვინმე სხვა. არა, ყველაზე კარგად სტუდენტი აფასებს საკუთარ პროფესორს და ერთსაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ამ შემთხვევაში აი აქ ხარჯვის ნაწილზე იყო და ეკონომიას დიახ 12 წლიანი განათლებიდან 11-ზე გადასვლა ამ სივრცის დაფინანსებას რა თქმა უნდა შეამცირებს და რეალურად ზოგადი განათლების ხარჯების შემცირების ფონზე ჩვენ ყოველწლიურად თვალს ვადევნებთ ქართული ოცნების ჩინოვნიკების ხელფასების ზრდას, კორუფციულ გარიგებებს და ასე შემდეგ. ხომ ამავდროულად მე მინდა მართლა გულწრფელად მინდა ვთხოვო ყველა მასწავლებელს დაფიქრდეს იმაზე, თუ დღეს არ დაფიქრდა ან გუშინ, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა თუ შეიცვლება და 12-ის ნაცვლად განისაზღვრება იქ 11 წლიანი სწავლება, იწევს თუ არა ეს
ეს ავტომატურად კონკრეტულ საგნებში საათების შემცირებას და აისახება თუ არა ის იქ დასაქმებულ პირებზე, როგორც ხელფასზე, ისე შესაძლებელი ხდება თუ არა, რომ მაგალითად 3 ისტორიკოსის ნაცვლად უკვე სკოლაში დადგეს 2 ისტორიკოსის საჭიროება და დატოვებს თუ არა ხელისუფლებისთვის არასასურველი მასწავლებელი სკოლას და დარჩება უმუშევარი. მადლობა.